მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს ასეთი მეტაფორული დასტით ზურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით თუ რა მესიჯი აქვს თქვენ საგვარეულოს თქვენთვის ახლა. რატომაც სურვილი გამიჩნდა რომ კონკრეტულად ამ დასტით, რომელსაც ზუსტად ასეთი სახელი აქვს საგვარეულოსთან კავშირში გამეშალა თქვენთვის ამ თემაზე. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი საგვარეულო ჩვენ ყოველთვის გვიცავს, გვიყურებს და მასთან კავშირი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ჩვენ გგონია. და მოდით ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს საგვარეულოს, თქვენ საგვარეულო ხეს თქვენთვის ახლა, პირველი ვარიანტი და რა მესიჯი აქვს თქვენ საგვარეულო ხეს ახლა თქვენთვის მეორე ვარიანტი. ნახეთ როგორი ლამაზი სურათები არის, რომელიც გიზიდავთ ის ამოირჩიეთ. მოდით ქვებიც გამოვიყენოთ. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა იყოს, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. ვისაც გჭირდებათ დააპაუზეთ. შეგახსენებთ ასევე რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს გვერდიც. აუცილებლად მოიწონეთ და დააკომენტარეთ კიდევაც, ვისაც ამის სურვილი გაქვთ. და მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტიდან, რა მესიჯი აქვს თქვენ საგვარეულოს თქვენთვის. კონკრეტულად ამ არკანს როდესაც ვაკვირდები, მესიჯი მოდის ისეთი რომ დუალიზმი გტეხავს, დუალიზმი აფუჭებს შენს სწორ სამყარო ისეულ აღქმას. ასეთი სიტყვები წამოვიდა. რეალურად სამყარო ბევრად უფრო ერთიანი არის, ვიდრე ჩანს. სამყაროში არ არსებობს კეთილი და ბოროტი, არ არსებობს ცუდი და კარგი, არ არსებობს ქალი და კაცი, არ არსებობს თეთრი და შავი ერთმანეთის გარეშე. აბსოლუტურად ყველაფერი არის ერთმანეთისთვის შედარებითი. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გონია რაღაც კარგი ან რაღაც ცუდი, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებისთვისაც და სამყაროსთვისაც კარგი ან ცუდი არის. ასეთი მესიჯი წამოვიდა. კარგით, ახლა წავიკითხოთ. ჰარმონიის პოვნა. შენ შეგიძლია იყო ნებისმიერი, შენ შეგიძლია იყო როგორც კარგი, ასევე ცუდი. შენ შეგიძლია მიიღო შენი ბნელი მხარე. მეგობრებო, ბნელი არ ნიშნავს ცუდს და ბოროტს და ასე შემდეგ. ბნელი ნიშნავს ფარულ მხარეს, ის რაც არის დაფარული, ის რაც არის უარყოფილი, ხო? ჩვენ ხშირად ვუარყოფთ საკუთარ რეალურ მეს, საკუთარ რაღაც გარკვეულ მხარეებს, თვისებებს, სირცხვილის გამო, ადაპტაციის გამო, უბრალოდ იმის გამო, რომ კონკრეტული როლის მორგება გვინდა და ჩვენს როლს ეს არ შეესაბამება. და ბნელი მხარის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი არის და მეცეც ვიტყვი საჭირო და აუცილებელი არის იმისათვის, რომ ადამიანი მაქსიმალურ ჰარმონიაში იყოს საკუთარ თავთან. შენი ბნელი მხარის მიღებით შენ აუცილებლად უფრო მეტად გაანათებ და გააძლიერებ შენს ნათელ მხარესაც. მე ვირჩევ ვანათო სამყაროში და ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მივიღო ჩემი როგორც ბნელი, ასევე ნათელი და კაშკაშა მხარე, რადგანაც ერთი მეორეს გარეშე უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერს სჭირდება ანალიზი, შეფასება და აბსოლუტურად ყველაფერი უკვე არის ჩემში. ჩემში არის დღეც, ღამეც, ბნელიც და ნათელიც. ასეთი მესიჯი იყო პირველი ვარიანტი თქვენთვის. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. სხვათა შორის სამაინის დღესასწაული, როდესაც გვექნება აუცილებლად კიდევ შემოგთავაზებთ ამ საკითხზე საჯარო გაშლას, თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ. და დავიწყოთ ახლა, გადავიდეთ ახლა უფრო სწორად მეორე ვარიანტზე. აქ უფრო ფემინური ენერგიებს შევიგრძნობ კონკრეტულად ამ არკანიდან და რისი თქმა შემიძლია. ფემინური ენერგია არის ყოველ ადამიანში, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ პირადად მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. თქვენშიც არსებობს ფემინური ენერგია და ფემინური ენერგია არის ენერგია შემოქმედებითი, ენერგია, რომელიც ქმნის სიცოცხლეს, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ
ხელოვნებაც, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი არსებობს, არის სიცოცხლე. აბსოლუტურად ყველაფერს გააჩნია თავისი ციკლი და კარმა სამართლიანობა არის და ციკლი არის ბალანსი გაწელილი დროზე. შენ შეგიძლია შექმნა ნებისმიერი რაღაც, შენ თავად ქმნის საკუთარ რეალობას და თავად ხარ მასზე როგორც პასუხისმგებელი, ასევე მისი შემქმნელი. შენ შეგიძლია ცვლილებების შემოტანა მაშინ, როდესაც ეს გსურს. აი ასეთი მესიჯი წამოვიდა პირველი ვარიანტი თქვენთან და მოდით ახლა წავიკითხოთ მესიჯი. მე ვენდობი სამყაროს, მე ვენდობი საკუთარ თავს და მე ვიცი, რომ სამყარო ყოველთვის ყველაფერში მეხმარება, მაშინაც კი, როდესაც მე ამას სხვანაირად აღვიქვამ. მე ვუშვებ სამყაროში, ვაგზავნის სამყაროში ყოველ ჩემს გეგმას, ყოველ ჩემს სურვილს და ვაძლევ სამყაროს იმის უფლებას, რომ მათზე იქონიოს ზეგავლენა. ვაძლევ სამყაროს იმის უფლებას, რომ მან შეასრულოს ყველაფერი, ისე როგორც სწორი იქნება. რადგანაც ჩვენ ყოველთვის კი მგონია, რომ ვიცით, როგორი იქნება სწორი, რა იქნება ჩვენთვის კარგი, მაგრამ ხანდახან დამიჯერეთ ვცდებით. მე ვაძლევ სამყაროს იმის უფლებას, რომ შექმნას ჩემთვის ყველაზე მარტივი და სწორი მიმართულება, ყველაზე სწორი და მარტივი გზა იმისათვის, რომ განთავისუფლდე ნეგატივისგან, განვენკურნო წარსული ტრავმებისგან და შევქმნა ჩემთვის ახალი რეალობა. აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს რეალობაში ლაგდება და მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც არის საჭირო ჩემი ბედნიერებისთვისა და წარმატებისთვის, ჩემი ბარაკისთვის და ჩემი სიხარულისთვის. და მე ყოველთვის ვხედავ ამის მტკიცებულებას. აი ასეთი მესიჯი გვაქვს მეორე ვარიანტი თქვენთვის. ძალიან საინტერესო ვარიანტები იყო, ვიცი, ბევრ ადამიანს ორჩევნია უფრო ისეთი საჯარო გაშლები, მაგრამ შემეცნებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, გადმოგეცით ის მესიჯი, რაც გადმოსაცემი იყო. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ დროს და ნახვამდის ძვირფასო მეგობრებო.